მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ბაქანიძე, ბერლინში მცხოვრები ფსიქიატრი და ვაგრძელებ ჩემი YouTube ვიდეოების სერიას ფსიქიატრიაზე. დღეს მოგიყვებით აუტიზმის შესახებ. ტერმინი აუტიზმი ფსიქიატრიაში შემოიტანა ოიგენ ბლოილერმა, შვეიცარელმა ფსიქიატრმა, როგორც შიზოფრენიის ერთ-ერთი სიმპტომი. ეს 4 სიმპტომი ბლოილერის მიერ შემოტანილი 4 ძირითადი სიმპტომი ეწოდება მას უკვე სხვა ვიდეოში ვახსენე, აქ აღარ დავკონკრეტდები. და მაშინ, აუტიზმი მაშინ აღინიშნებოდა არა აუტიზმით ამ ტერმინით აღინიშნებოდა არა დამოუკიდებელი კლინიკური სურათი, არამედ ერთ-ერთი ასპექტი ფსიქოპათოლოგიაში, რომელიც თავში ჩაკეტილობასთან, სოციუმისგან განრიდებასთან და მარტოსულობასთან იყო დაკავშირებული. შემდგომ აუტისტური ფენოტიპი აღწერეს რუსმა ფსიქიატრმა სუხარევამ და ავსტრიელმა ასპერგერმა და დაარქვეს მათ შესაბამისად შიზოიდური ფსიქოპათია და აუტისტური ფსიქოპათია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს ფსიქოპათიებს უწოდებდნენ პიროვნულ აშლილობებს. აქედან ჩანს, რომ იმ დროს ჯერ კიდე ბოლომდე არ ესმოდათ თუ რა ტიპის დაავადებაა აუტიზმი და საერთოდ დიდად არ იკვლევდნენ ამ დაავადებას. და მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოსკენ 80-იან წლებში ბრიტანელმა ფსიქიატრმა ლორნა უინგმა, რომელსაც თვითონ ჰყავდა აუტისტი შვილი, დააბრუნა აუტიზმი ფსიქიატრიული კვლევის ფოკუსში და მას ასპერგერის სინდრომს უწოდებდა და აგრეთვე სხვა აუტისტურ აშლილობებს. ICD-10-ში ეს არის დაავადებების კლასიფიკაციის სისტემა, აუტიზმი ჯერ კიდე საკმაოდ რთულად არის კლასიფიცირებული. ის მოთავსებულია ღრმა განვითარებითი აშლილობების თავში, რომელშიც 6 სხვადასხვა ფორმის აშლილობა არის თავმოყრილი და ამ 6-დან 3 ადრეული ბავშვობის აუტიზმი, ატიპიური აუტიზმი და ასპერგერის სინდრომი წარმოადგენენ იმ კლინიკურ სურათს, რომელსაც ჩვენ კრებითად აუტიზმს ვეძახით. ICD-11-ში და მანამდე DSM-5-ში უკვე ბევრად გამარტივებული და ლოგიკური კლასიფიკაცია შემოვიდა. ის გაერთიანებულია ნეირომენტალური განვითარების აშლილობებში და აღინიშნება სახელით აუტიზმის სპექტრის აშლილობა. ის ქვეფორმები, რომლებიც ICD-10-დან გვახსოვს, გაუქმდა, იმიტომ რომ მეცნიერები მიხვდნენ, რომ ამ სამივე ფორმის შემთხვევაში ერთი და იგივე ფენომენზე იყო ლაპარაკი. ასე რომ ICD-11-ში არსებობს ერთი აუტიზმის სპექტრის აშლილობა და კლასიფიკაცია ხდება მისი თანმხლები მახასიათებლების არსებობა არ არსებობის მიხედვით. ეს მახასიათებლები არის ინტელექტუალური განვითარების შეფერხება და მეტყველების დარღვევა ან მისი არარსებობა. შესაბამისად გამოიყოფა აუტიზმის სპექტრის აშლილობები ინტელექტუალური განვითარების შეფერხებით ან მის გარეშე და მეტყველების ფუნქციის დარღვევით ან სრული მოშლით და მის გარეშე. კარგი, ეხლა სანამ სიმპტომებზე გადავიდოდე, მოკლედ უნდა ავხსნა რა იგულისხმება აშლილობის სპექტრში. აუტიზმს აგრეთვე სხვა აშლილობებს, როგორებიცაა მაგალითად ADHD ან თუნდაც პიროვნული აშლილობები ვერ მივუდგებით კატეგორიულად, ისევ როგორც მაგალითად კიდურის მოტეხილობას, ხო? ანუ თქვათ, ფეხი ადამიანს ან აქვს მოტეხილი, ან არა, ძვალი არის გატეხილი, ან არა, აქ რაღაცა სხვა შუალედური მდგომარეობები არ არსებობს.
აუტიზმის შემთხვევაში ასე არ არის, აუტიზმი შეიძლება საერთოდ არ იყოს, შეიძლება მცირედ იყოს გამოხატული და შეიძლება ძალიან ძლიერად იყოს გამოხატული. და ამ ორი უკიდურესობის შორის გამოხატვის სიძლიერის მთელი სპექტრი არსებობს, ამიტომაც ვლაპარაკობთ სპექტრზე. ახლა როგორც დიაგნოზის როდესაც დიაგნოზის დასმაზე არის ლაპარაკი, აქ რა თქმა უნდა გვიწევს ისევ კატეგორიების გამოყენება. იმიტომ რომ დიაგნოზი თავისთავად კატეგორიული რაღაცაა, ის ან უნდა დავსვათ, ან არა. ნახევარი დიაგნოზი არ არსებობს, ხო? ამიტომ გვიწევს ისეთი ფენომენის ხელოვნურად კატეგორიებში მოქცევა, რომელიც თავისი ბუნებით არ არის კატეგორიული, არამედ არის კონტინუუმი. არ ვიცი ამ ტერმინს რა ქვია, ალბათ განვრცობითი კი არა და განგრძობითობა არის ალბათ სწორი თარგმანი ამ კონტინუუმის. ამიტომ ეს თავისი ბუნებით არა კატეგორიული, არამედ განგრძობითი ფენომენი, რომ კატეგორიებში კატეგორიზაცია რომ მოვახდინოთ, ასე ვთქვათ, ამისთვის უნდა შევიმუშაოთ ამ აშლილობის კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები შეიძლება იყოს სიმპტომები, მათი ხანგრძლივობა, აღმოცენების დრო და ასე შემდეგ. და მერე დავადგინოთ, რომ აი თუ ამდენი და ამდენი სიმპტომი სახეზეა და კიდე ესა და ეს დროითი კრიტერიუმით შესრულებულია, მაშინ შეიძლება რომ დავსვათ დიაგნოზი. თუ ეს კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდა, მაშინ დიაგნოზი არ დაისმება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ სპექტრზე ვავლებთ რაღაც პირობით ხაზს და თუ ადამიანი ამ ხაზის ზემოთ არის თავისი სიმპტომების რაოდენობით, მაშინ ვსვამთ დიაგნოზს და თუ ხაზის ქვემოთ არის, მაშინ არა. კარგით, ახლა სიმპტომებს რაც შეეხება. აუტიზმის სიმპტომები შეგვიძლია რამოდენიმე ჯგუფში გავაერთიანოთ. პირველი არის სოციალური ინტერაქციის და კომუნიკაციის დარღვევა. აუტისტურ ადამიანებს უჭირთ ან არ შეუძლიათ სახეზე ემოციის ამოცნობა და ზოგადად სახეების ცნობა. აგრეთვე ლაპარაკში ინტონაციების, ალეგორიების, ირონიის ამოცნობა, ანუ ყველაფერი, რაც ლაპარაკის დროს გადმოიცემა გარდა სუფთა ინფორმაციული შემადგენლისა, აუტისტებისთვის როგორც წესი ამოუცნობი რჩება. შესაბამისად, მათ თვითონაც არ შეუძლიათ მეტყველების ამ არაინფორმაციული ასპექტის პროდუცირება. ამიტომ მათი ლაპარაკი ხშირად მონოტონური და ემოციას და ინტონაციას მოკლებულია. ასევე უჭირთ აუტისტებს ხმის ტემბრის კონტროლი. ისინი ვერ ხვდებიან ხოლმე, როდის ლაპარაკობენ ძალიან ხმამაღლა ან ძალიან ხმადაბლა. ასევე უჭირთ მათ არავერბალური კომუნიკაცია, მათ არ შეუძლიათ მიმიკის და სხეულის ენის წაკითხვა და ამოცნობა. ამ დეფიციტების გამო მათ ზოგადად სოციალური ინტერაქცია და კომუნიკაცია უჭირთ, ისინი ვერ ხვდებიან მეტაფორულ ენას და უჭირთ კონტექსტის ამოცნობა, ამიტომ ისინი სოციალურად მოუქნელები არიან. განსაკუთრებით რთულია მათთვის ჯგუფებში ყოფნა, რაც უფრო მეტი ადამიანია ჯგუფში, მით უფრო მეტი ინტერაქცია ხდება, გამოითქმება ბევრი ფარული აზრი, მეტაფორული მნიშვნელობა, ირონია, ბევრია არავერბალური კომუნიკაცია და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს არააუტისტი ადამიანი ავტომატურად და ინტუიციის დონეზე ხვდება და ენერგია არ ეხარჯება. აუტისტური ადამიანი კი ცდილობს მთელი ეს ინფორმაციის ნაკადი მშრალი ლოგიკის მეშვეობით გადაამუშავოს, რაც ძალიან დიდ ენერგიად უჯდება და საბოლოო ჯამში ძალიან ისტრესება.
ასევე განუვითარებელია აუტისტურ პირებში ეგრეთ წოდებული theory of mind, არ ვიცი, ამისთვის ქართული შესატყვისი არსებობს თუ არა, ეს არის ადამიანის უნარი, პერსპექტივა შეიცვალოს და სხვა ადამიანის თვალებით შეხედოს სიტუაციას, ანუ სხვა ადამიანის მენტალური ფუნქციონირება წარმოიდგინოს. ჩვეულებრივ ამ უნარს ადამიანი 4-დან 6 წლის ასაკში იძენს და იგი აბსოლუტურად აუცილებელია ნორმალური სოციალური ინტერაქციისთვის. სიმპტომის შემდეგი ჯგუფი არის განმეორებითი და სტერეოტიპული ქცევა და ინტერესები, სპეციფიური ინტერესები. აუტიზმის მქონე პირებს უყვართ განმეორებადი, დაგეგმილი და ნაცნობი დღის რუტინა, არ უყვართ დღისგან რიგის ცვლილება და სპონტანურობა. მათ ურჩევნიათ, რომ დღეები წარიმართოს ისე, როგორც ისინი მიჩვეულები არიან და არ მოხდეს მოულოდნელობები. აუტისტურ ადამიანებს ხშირად აქვთ ვიწრო ინტერესები და ამ ინტერესების ობიექტს ძალიან დეტალურად და ღრმად შეისწავლიან ხოლმე. მაგალითად, თუ ინტერესის სფერო არის ლოკომოტივები, აუტისტ ადამიანს ეცოდინება ლოკომოტივების მთელი ისტორია, მოდელები, გამოშვების თარიღები და ასე შემდეგ. ასე ხშირია, როცა მათ ძალიან კარგი მეხსიერება აქვთ, აუტისტ ადამიანებს შეიძლება დამახსოვრებული ჰქონდეს მის ქალაქში მთელი ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი მაგალითად. უფრო იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც აუტისტ ადამიანებს ფენომენალური ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვთ, ან განსაკუთრებული მათემატიკური უნარები. ასეთი განსაკუთრებული უნარის ილუსტრაცია მაგალითად ფილმში Rain Man, სადაც დასტინ ჰოფმანი ძირს დაყრილ კბილის ჩხირებს ითვლის ერთი თვალის დახამხამებაში. ასევე სიმპტომების ცალკე ჯგუფად შეიძლება გამოვყოთ სენსორული თავისებურებები. აუტიზმის მქონე ადამიანები ხშირად ძალიან გრძნობიარები არიან სმენითი გამღიზიანებლების მიმართ. მაგალითად, განსაკუთრებულად აწუხებთ ხმაური, მძაფრი სუნები ან მჭახე ფერები. ასევე ხშირია, როცა მათ არ სიამოვნებთ შეხება, ანუ ტანზე ესეთი ნორმალური ურთიერთობაში მიღებული შეხება და განსაკუთრებით მოულოდნელი შეხება არ სიამოვნებთ ხოლმე. ასევე ტიპიურია აუტისტებისთვის მოტორული თავისებურებები, მაგალითად ისინი არ ამყარებენ ლაპარაკის დროს თვალის კონტაქტს, მათ არ აქვთ განვითარებული მიმიკა და ხმის მელოდიურობა და საერთოდ გამომსახველობითი მოტორიკა. აგრეთვე ცუდად არის განვითარებული ზოგადად მოტორიკა, ისინი ხშირად მოუქნელები არიან და არასპორტულები. აუტისტ ბავშვებს ეს სკოლაში სპორტის გაკვეთილებზე ეტყობათ ხოლმე. და ბოლოს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ აუტისტი პირების სტრესზე რეაქცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც აუტიზმის მქონე პირს არ აქვს განვითარებული საკომუნიკაციო ენა, ძნელია ხოლმე მისი ქცევის გაგება. ხშირია, როდესაც ისინი განსაკუთრებულად აგრესიულად იქცევიან, ან განსაკუთრებულ სიბრაზეს ავლენენ ხოლმე. ან ტანის რწევას იწყებენ, ან წრეებზე სირბილს, ასეთი ქცევა ხშირად არის ხოლმე პასუხი ზემო გამხსენებულ გამღიზიანებლებზე. მაგალითად, ხმაურით გადატვირთვაზე, ან გაუფრთხილებლად შეხებაზე, ან მოულოდნელ ცვლილებებზე დღის წესრიგში. ასეთი ქცევით ისინი შინაგან დაძაბულობის რეგულირებას ცდილობენ. კარგით, აუტიზმი არის ნეიროგანვითარების დარღვევა და შესაბამისად ცხოვრების პირველ 10 წლებში იწყება. მძიმე შემთხვევებში უკვე ძუძუსწოვის პერიოდში უვლინდება ბავშვს გარკვეული სიმპტომები,
სხვა შემთხვევებში სიმპტომები მცირედაა გამოვლენილი და ისინი კარგად არის კომპენსირებული, ისე რომ ისინი ბავშვს ნეიროგანვითარებას და ასევე სოციალურ განვითარებას მკვეთრად არაფერ ხებენ. ასეთ შემთხვევებში ამ სიმპტომებს მშობლების მხრიდან დიდი ყურადღება არ ექცევა ხოლმე და დიაგნოსტიკაც არ ტარდება. ასეთი შედარებით მცირედ გამოხატული აუტისტური სურათი შეიძლება მოგვიანებით ზრდასრულ ცხოვრებაში, გარკვეულ გარემო პირობებში ან ამ პირობების ცვლილების შემთხვევაში გახდეს კლინიკურად პრობლემატური. აუტიზმის სიმპტომები სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირია. 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიძლება აღინიშნებოდეს უცნაური მოძრაობები, არატიპიური ხმების გამოცემა, უცნაური რეაქცია ან გაღიზიანებადობა შეხებაზე, მშობლის მიმართ ინტერესის ნაკლებობა ან არ გაღიმება მათთან მიმართვის დროს და ასე შემდეგ. 1-დან 5 წლამდე ბავშვებში ხშირია სიარულის სწავლის გაჭიანურება, მოუქნელობა, ნატიფი მოტორიკის უხეშობა, ადამიანებისთვის თვალის გაყოლების და თვალით კონტაქტის დამყარების უნარობა, სახელით დაძახების საპასუხოდ არასაკმარისი რეაქცია ან რეაქციის უქონლობა, მიმიკით რეაგირების დეფიციტი, ყოველდღიური ხმაურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა და გაღიზიანებადობა, აწეული მგრძნობელობა სუნების მიმართ და სხვა სტრუქტურის მქონე ქსოვილებთან ან საკვებ ნივთიერებებთან შეხების დროს. ინტერაქტიული თამაშების შეუძლებლობა, მეტყველება შეიძლება გვიან განვითარდეს, ან უცნაური ზრდასრულებისთვის დამახასიათებელი მეტყველება ჩამოყალიბდეს. მეტყველება შეიძლება იყოს მონოტონური, მელოდიის და მოდულაციის გარეშე, სოციალურ სიტუაციაში პრობლემები, გაუგებრობების სხვა ბავშვებთან, ჯგუფებში კომუნიკაციის გართულება და შეუძლებლობა, ჯგუფებისგან დისტანცირება და მარტოობისკენ მიდრეკილება, ცვლილებების მიმართ მგრძნობიარობა, რიტუალიზირებული ქცევა, სტრესის დროს მანირიზმები და ტიკების მომატება. სკოლის დაწყებით კლასებში 6-დან 10 წლამდე ასაკში თავს იჩენს პრობლემები ჯგუფური აქტივობებისას, მაგალითად ჯგუფური სპორტის სახეობებში ხშირია სპეციფიური ვიწრო ინტერესების განვითარება ამ ასაკში, რომლებიც მე დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. თუ ინტელექტუალური განვითარება შეფერხებული არ არის, აუტისტი ბავშვები შეიძლება კარგი მოსწავლეები და ამავე დროს არასოციალურები იყვნენ, რის გამოც მათ ნეგატიური გაგებით ხუთოსანის იარლიღი მიეკრობათ ხოლმე. რაც უფრო იზრდებიან ბავშვები და უფრო მეტი სოციალური ინტერაქცია უწევთ, მით უფრო მეტი სიძნელეები ხვდებათ ხოლმე. იმის გამო რომ მათ საუბრიდან სუფთად ინფორმაციული შემადგენლის გარდა სხვა ასპექტების გაგება უჭირთ, ხშირია თანატოლებთან გაუგებრობები და კონფლიქტები, რის გამოც ასეთ ბავშვებს ჯგუფებიდან გამორიცხავენ ხოლმე და მობინგის მსხვერპლი ხდებიან ხოლმე. განვითარების შემდგომ ეტაპზე, მოზარდობის ასაკში, ზოგადად ადამიანების სოციალური ინტერესები კიდევ უფრო იმატებს და ძალიან ინტენსიური ხდება, რის გამოც აუტიზმის სპექტრის ადამიანებს კიდევ უფრო მეტად უჭირთ სოციალური ინტეგრაცია. ზემოთაღწერილი სოციალური დეფიციტების გამო ისინი ამოვარდნილები არიან ხოლმე თანატოლების ჯგუფებიდან, ისინი კომუნიკაციაში ძალიან პირდაპირები და სოციალურად მოუქნელები და უცნაურები არიან, რის გამოც კიდევ უფრო იზოლირდებიან ხოლმე.
თუ აუტიზმის სიმპტომები ძალიან მკვეთრად არ არის გამოხატული და ინტელექტუალური განვითარებაც შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, აუტიზმის სპექტრის ადამიანები დროთა განმავლობაში სწავლობენ დეფიციტების კომპენსირებას. მაგალითად, თვალის კონტაქტს, ლაპარაკის დროს, მაგალითად, ეგრეთ წოდებულ small talks, რომელიც აუტისტებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი ფენომენია და ასევე სხვა ასეთ კომუნიკაციისთვის აუცილებელ უნარებს. ასე რომ არსებობენ აუტიზმის სპექტრის ადამიანები, რომლებსაც ცალსახად აქვთ აუტიზმისთვის დამახასიათებელი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, მაგრამ ისინი ისე კარგად არის კომპენსირებული, კარგი ინტელექტუალური განვითარების და ხელსაყრელი გარემოს პირობების ხარჯზე, რომ ისინი არ იწვევენ მნიშვნელოვან შეზღუდვას ადამიანის სოციალურ და პროფესიული ფუნქციონირებისთვის და ცხოვრების ხარისხისთვის. თუ მძიმედ გამოხატული აუტიზმის შემთხვევები განვითარების პერიოდში, ანუ ცხოვრების პირველი 2 წლების განმავლობაში უკვე აშკარად შესამჩნევი ხდება და შესაბამისად დიაგნოზიც ადრევე ისმება, უფრო მსუბუქად გამოხატული და კარგად კომპენსირებული შემთხვევები შეუმჩნეველი რჩება. ასეთ ადამიანებს შემდეგ ზოგ შემთხვევებში ზრდასრულთა ფსიქიატრიაში ვხედავთ ატიპიური დეპრესიით, კვებითი დარღვევებით, შფოთვითი აშლილობებით თუ სხვა სიმპტომებით. ზოგ შემთხვევებში თქო ვამბობ, იმიტომ რომ სულ არ არის აუცილებელი, რომ ასეთი ადამიანი როდისმე თავის ცხოვრებაში ფსიქიატრის დახმარება დასჭირდეს. სირთულეები წარმოიქმნება ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც მისი კომპენსატორული მექანიზმები არ მუშაობენ რაიმე მიზეზით და მათ აწეული სტრესის გამო დეპრესია ან სხვა ფსიქიკური პრობლემა უჩნდება. ეს ეგრეთ წოდებული დეკომპენსაცია შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ცხოვრებაში მომხდარმა დიდმა ცვლილებებმა, მაგალითად მეუღლის გარდაცვალებამ, ან გაშორებამ, ან სამსახურიდან გათავისუფლებამ, სოციალური წრის გამოცვლამ და ასე შემდეგ. როგორც უკვე ვთქვია, ასეთ დეკომპენსირებულ აუტისტურ პირებს ფსიქიკური პრობლემები იქნება ეს დეპრესია თუ შფოთვითი აშლილობა ატიპიურად აქვთ ხოლმე გამოხატული. პაციენტებში აუტისტური სტრუქტურის დანახვას სჭირდება გაწაფული თვალი და კარგი ანამნეზის აკრეფა. სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ფსიქიატრი ვერ ხედავს თუ რა უდგას ამ სიმპტომატიკას უკან და შესაბამისად მკურნალობაცაც არ მოაქვს ხოლმე სასურველი ეფექტი. ეხლა მოკლედ მკურნალობის შესახებ აუტიზმის მედიკამენტოზური სამკურნალო საშუალებები არ არსებობს. იყო მცდელობები მაგალითად ოქსიტოცინის სამკურნალო თვისებების გამოსაკვლევად, მაგრამ ის არ აღმოჩნდა ეფექტური. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები მედიკამენტებზე, რომლებმაც შეიძლება დადებითი ეფექტი იქონიოს სოციალურ იზოლაციაზე და გაღიზიანებადობაზე, მაგრამ ჯერ გაურკვეველი აქედან რა გამოვა. ფსიქოთერაპიის გამოყენება შესაძლებელია და აუცილებელია, ოღონდ მისი როლი დაიყვანება ფსიქოედუკაციამდე და გარკვეული უნარების გავარჯიშებამდე და არა რეალურ მკურნალობამდე. და ბოლოს მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის მკურნალობა ფაქტიურად შეუძლებელია, მნიშვნელოვანია მისი ამოცნობა და დიაგნოსტირება. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ მსუბუქად გამოხატულ აუტიზმს დასრულების ასაკში. რადგან ეს ძალიან ეხმარება ადამიანს იმაში, რომ გაიგოს და ახსნა მოუძებნოს იმ თავისებურებებს, რის გამოც მას ცხოვრებაში ბევრი პრობლემა ექმნება.
აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები ცხოვრობენ იმ განცდით, რომ ისინი სხვანაირები არიან, რომ მათ რაღაცა სჭირთ, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ სოციუმში ისე ფუნქციონირებას, როგორც სხვები. ამიტომ მათთვის ამ დიაგნოზის დასმა ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემას და გარკვეულ შემთხვევებში შვებას ნიშნავს ხოლმე. აუტიზმზე რა თქმა უნდა კიდე ბევრი ლაპარაკი შეიძლება, უბრალოდ ეს მოკლე საინფორმაციო ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეოთი დაახლოებით წარმოდგენა შეგექმნათ თუ რას წარმოადგენს აუტიზმის სპექტრის აშლილობა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.